შემდეგ იწყება ახალი პერიოდი, განვითარების, ეს ძალიან დიდხანს გარდა, მე იწყება არქაული პერიოდი. არქაულ პერიოდში უკვე გაჩნდა ფორმები, გაჩნდა ახალი აზრების შენებობა, გაჩნდა უკვე პროპორციებიც და აი ხანდაკებები იქნება ისეთი, რომ ის არის პროპორციები, ის არის მიმზიდველი და ერთადერთი რა იყო. ან ხანდაკებებში არ იყო მოძრაობა. აი სტატიკური იცით, სტატიკური ან მოძრავი. ადამიანის რომ დგას, ის არის სტატიკური მდგომარეობა. მაგრამ თუ ფეთი ნაბიჯი გადაადგა, ეს მოძრაობა. აი სტატიკური და ასეთ ხანდაკებებს მამაკაცების ხანდაკებს ეძახიან კუროსი ერქვა ასეთი მეომარი მამაკაცები ერთმანეთს ესენი და კოროები ერქვა აი ერთ-ერთი ხანდაკი, აი კუროსის ხანდაკი. ესენი იყო პირდაპირ. აი ნახეთ ახლა დააბრუნდით. აი ქვა ხომ ეს? წარმოიდგინე. აი გაართუ არა ის შეზნება რომ ეს ქვა არ არის. მე მაგალითად ამას უყურებ ეს ქვა არ არის, ეს რაღაც ხორცია ხომ ადამიანის. აი ქვა არის გასოცლებული აქტიურად. გამიგეთ აი და ეს ხდება ეს უფრო მოგვიანებელი არქაული პერიოდის უფრო გვიანდელი ხანდაკებებია. უკვე თითქმის სრულყოფილებამდე რომ მიაღწიეს. იმ პერიოდის ხანდაკებები იდგა ესე პირდაპირ და არანაირად. და ეს არის მგვარი ხანდაკება. ესე ამ ხანდაკებას ესე უყურებ ყველა. ხანდაკება იცით რომ ორნაირია. ერთია მგვარი ხანდაკება ქვია მას, უბრალოდ ცნობისათვის და მეორე არის ხანდაკება, რომელსაც ქვია ბარელიეფი. უკნიდან კედელზე ეს ბარელიეფი, უფრო მაღალი ფორმა. აი ეს არის ჩვეულებრივი ხანდაკება, რომელსაც გინდა რაღაც ხელი მოკიდო. იცით აი როგორ ახერხებენ იმ დროის ეს ამდენი გათასწლეულის წინ მოხანდაკე იმას ახერხებდა რომ ეს ქვა გაეცოცხლებინა. აი სული ჩაუდგა ის გზნობა რომ შიგნით ამას სისხლიც აქვს, მთელი ორგანოები აქვს, ამას და ეს არის სოციალური ადამიანები, რომელიც შენ პაციენტია. არქაული ხანდაკებისათვის აი მე ძალიან მოკლედ სუბეშნია რომ ბევრი არ გამიგრძელდეს და თქვენ არ მოიც არქაული ხანდაკებებისათვის დამახასიათებელია ცოტა ხილი. ესე აწეული კუჩები და დღესაც იყვიან აი არქაული ხილი აქვს. და აი ნახეთ, დააკვირდით და ეს არის ხალის ხანდაკები, ძალიან დიდრულად ჩაცმული. უკვე ფორმებს დებულობს, აი თვითონ ეს გეგონება ის ნაჭერი და რა თქვა. აი ასე თუ არ შეხედეთ ხანდაკებას, კარგი, როგორიც ის არის. მაშინ ვერ გაიგეთ იმ ხანდაკების არსვერს, შინაარსვერს, ფორმას. აი ფორმით აი როგორ დახვეწილია, ხო? როგორ არის დაცული პროპორციები თითქმის. და ეს ქვა კი არ არის, ასე ნაჭერი. აი კაბანცვია ჩვეულებრივ. ახლა დახატვა თითქოს უფრო მარტივია. რატო? იმიტომ რომ კაბა და უშად აი ლურჯი გაწვია და ხატვარი იმას ლურჯად, იმას სხვადასხვა ფერი და უფრო შედარებით ადვილია მიაღწია რომ ეს არის ნაჭერი. მაგრამ ქვაში რომ ეს გააკეთო, ეს არის მართლა დიდი გენიალობა შეიძლება მას. ამიტომ ამას ახერხებდნენ ეს იმ დროის ისე კაი ამ დროისთვის იქნება ამ ეპოქის ეს არქაული ეპოქა ქვია მას პერიოდი არქაული პერიოდის აი დასასრულისკენ და ახალი კლასი შემდეგ მოდის კლასიკა იმის საბერძნული კლასიკა მოდის და ამ პერიოდში კლასიკასა და გარდამავალ შორის აიგო ზევსის ესა ტალზანი სადაც იდგა ზევსის ხანდაკება. 7 საოცრებიდან ერთ-ერთი არის ზევსის ხანდაკება. ეს იყო დაახლოებით 4 სართულიანი სახლი სიმაღლე ეს ხანდაკება. 4 სართულიანი და ადამიანი რო დავდებოდა ამ ხანდაკების წინ ესე თვალის გასწრი იყო ფეხის წერი. წარმოვიდეთ ის რამდენი უნდა ყოფილიყო. ამისი ავტორი გახდა ფიდიას. ცნობილია თავისი მოწაფეები და ამდენად ის ერთმა ადამიანმა შექმნა რომელიც დღეს საოცრებად ითვლება სამწუხაროდ ის ხანდაკება მიწის რომ დააზიანა შემდეგ კონსტანტინოპოლში გადაიტანეს ერთ-ერთ მაშინ ტაძარში და ის ტაძარი დაიწვა და მთლიანად განადგურდა ის. ასე რომ ის როგორი იყო ის ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს უბრალოდ ხალხები ფიქრობენ ამ ესეები რომ ის ასეთი ფორმის და ასე შემდეგ, რომ აქტიურად არ არის შემორჩენილი. არა,
თქვით აბა თქვენ ახლა უკვე რამდენი ხანია რა მოდის აქედან ნუ მოგერიდება მოგეთქვით აი რას ხედავს ის ანაირია ეს არის ბერძნულად ორი ერთია სორია ჩანსი მოწყე თალი დაფრილი აქვს სორია ხოჩა ეს არის ორი არის ბერძნულად ხალხის ნიშნავს სინა ნაზია ხეშია ფაშია გაგეთებული და რა ნაზია ხო კიდე ახლა ცხვირიტი აქვს მომწრეული და წარმოიდგინეთ რომ მას აქვს ულანაზესი ცხვირი ის მომწრეულია სიძველის გამო კიდე აბა კიდევ რას აბა სიტმომოდის ოჩა თქვენ სახელი მონიკა სორი ხა სიტმომოდის ახლა უკვე მონიკა მაკაერა კიდე რა მოდის კიდე მოდის რაღაცა იქიდან სიტყვა კიდე იმენი თავისთავად კი იმით მოდის ის სიტყვა კიდე კარგი ახლა უკვე რა ხდება აგერ ამჟამად ასეთი რაღაცა რომ ესენი სტატიკურ ქანდაკებებს აკეთებენ ანუ როგორ აკეთებენ იცი სტატიკურ და ფრონტალური რას ნიშნავს იცი წინიდან ხო თავარია მისი აი წინიდან არის გაკეთებული თავარი მიწე ფრონტალური ამას ნიშნავს წინიდან არის და სტატიკურია იმას ნიშნავს რომ კონსტრუქციულად არის აგებული და დგას ესეთი ერთადერთი მოძრაობის მიმანიშნებელი აქვს რომ ერთი ფეხია ოდნავ წინ გაწეული ეს ნიშნავს ოდნავ თორე საბოლოო ჯამში სტატიკურია არქაიკის სპელის მაგრამ ოდნავ ფეხია გაწეული და მოძრაობა აგერ მორი გამსწორითო მოძრაობა ფაქტიურად აი ამ ღიმილით არის მოძრაობა მიღწეული აი სიკე იმიტომ როგორ თქვა მონიკამ რამოდის სიტყვა მოდისო ის სიტყვა მოძრაობა ყველაფერი ღიმილიდან მოდის მე მინდოდა გეტყვათ ერთი სიტყვა იმიტომ სიკეთე მოდის აქედან ირე სიკეთე მოდის ხედავ შეიძლება ეს ბოროტი იყოს არ შეიძლება ეს ბოროტი იყოს ახლა თქვენ ხშირად გაგიგიათ თუ გამოხდა ასეთი უზნეო ამორალური რა აი ეს არის ნეობრივი ხალხი და საოცრად ნეობრივი მე მაგალითად ძალიან ამაზე ხალხი ვქონი ფიზიკურად დავუშვათ აი ეს სახე დახვეწილი აქვს ასე ისეთი ლამაზი თვალები აქვს სამწუხარო ცხვირი არ ჩავს ულამაზესი ცხვირი და ტუჩები და აი კისერი მაღალი კისერი აი თუნდაც ვიზუალურად ხო ის ფიზიკურად არაჩვეულებრივი ხალხია რომელიც მართლა სიტყვის სილამაზეს და სიყვარულს აფრთხილებს თავარი აი სიყვარული მოდის მისგან თანაც ქრისტიანული და ადამიანური რაც შეიძლება ახლა ერთადერთი ჩვენ იმდენი გვაქვს ახლა მსგავსინებს შემიძლია ძალიან ბევრი გაჩვენა ყორე ხალწურია ბერძნულად ყუროსი ნიშნავს ჭაბუკია და ერთიდან არის და ახლა უკვე მე თქვენ გაჩვენეთ და დააკვირდით თქვენ არასდროს არ დაგარწმუნებათ ეს ერთხელ ნახავთ საბერძნეთში მოხდებით ახლა საზღვრები გახსნილია სადაც მოხდებით რა ნახავთ ან მუზეუმებში ყველას იცნობთ ღიმილი არ არსებობს არქაულის ქანდაკება რომელსაც ღიმილი არ აშენებდა ეს არის ოდნავ ტუჩის კუთხეები ოდნავ ზემო აწეული და ესა მიქცევი და ახლა მე გაჩვენებ რამდენიმე სასეცნად თქვენ ნახავთ ამას